დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში ესეთი არაჩვეულებრივი სიმღერის შემდეგ არაჩვეულებრივ თემაზე უნდა ვისაუბროთ ასევე ეს არის ქართული ღვინო. სტუდიაში გვყავს სტუმრად ლადო უზუნაშვილი მეღვინე მოგესალმებით დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. საინტერესო დეტალია და მაყურებელსაც მოუყვებით ამ ისტორიას რომ თქვენს გვარს აქვს მეღვინეობის 195 წლიანი ტრადიცია დაახლოებით ასეა ხომ? შეგიძლიათ მოვუყვეთ ის ისტორია გავიხსენოთ ჩორეული წარსული როდესაც თქვენი გვარის წარმომადგენლები ჭავჭავაძეების მეღვინეები იყვნენ წინანდალში ეს არის ძალიან საინტერესო. ჩანაწერებით ვიცით რომ ეს 1829 წლიდან იწყება. როდესაც ჩვენი გვარის წარმომადგენლები უკვე მეღვინეები მევენახები იყვნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულებში. ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულები მაშინდელ თელავის მაზრაში მდებარეობდა, ეს იწყებოდა წინანდალიდან და თავდებოდა მუկუზნის დღევანდელი სააპელაციო ზონით და ჩვენი პიროვნების სწორედ მუკუზნის სააპელაციო ზონაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ალექსანდრეს ქვედა მამულებში დღევანდელი სოფელი ზეგანის ისტორიულ ქარხანაში. საინტერესოა რომ მაშინ ჭონიაშვილები. დიახ, მაშინ ჭონიაშვილები ასე ვთქვათ, ვიწერებოდით. ჩანაწერებში ესეა. დიდი პაპა გარდაცვლილია როგორც ჭონიაშვილი და პაპა უკვე გარდაცვლილია როგორც უზუნაშვილი. ეს მოიტანა როგორ მოხდა ეს? დიდმა სოციალისტურმა რევოლუციამ და მერე მისი ტალღა შემოვიდა საქართველოში მოგეხსენებათ და დაიწყო ყველაფერი ეროვნულის მოსპობა, განადგურება და გვარი რომ გადარჩენილიყო, უბრალოდ ხალხი გვარის ქვეშ რომ გადარჩენილიყო, გვარი მიეცათ მას, სადაც გასაციმბირებლად წავიდა და ხალხი ფიზიკურად გადარჩა. მე მინდა ხაზი გავუსვა დიდმა კომუნისტურმა რევოლუციამ, ხო? პატარა კომუნისტურმა რევოლუციამ, რომელსაც ვერ დააკლო ვერაფერი. ჩვენს ტრადიციებს. აი ამ სიტყვებს მე შემიძლია ტაშიც კი დაუკრა, იმდენად თვითონ ეგონა დიდები იყვნენ და ხანმოკლეები და დღემოკლეები გამოდგნენ რომ ჯერ კიდევ გვაქვს ჩვენ ქართული სიამოვნებები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერა, აგერ მე მინდა ხაზი გავუსვა GDS ეთერს, იმიტომ რომ ჩვენთან არაფერი არ ხდება შემთხვევით. აი ცოტა ხნის წინ რეკლამის წინ ვლაპარაკობდით ქართულ ხალხურ სიმღერაზე. ქართულ ხალხურ სიმღერაზე უფრო ძველია ჩვენი ქართული ღვინო. კი. ქართული კაცი ქართულ ღვინოსთან ერთად გაჩნდა. და ღვინო არის მზის საჩუქარი. ეს არის პალეოლითის ფაქტიურად ხანა, როდესაც ადამიანი გამოდის გამოქვაბულიდან წეღანდელს თქვენ სიტყვებს გამოვიყენებ და იცვამს ტანსაცმელს და ტანსაცმელთან ერთად საქართველოში იქნება ღვინო უკვე. ანუ ღვინის კულტურის წარმოშობა ჩვენი ერის წიაღში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ვეზიარეთ იმ ძალიან დიდ კულტურულ სამყაროს, რასაც მეცხოველების კულტურები ქვია, ხო? და ღვინის კულტურები დღესაც წამყვან კულტურებად მოიაზრება, თუ შევხედავთ ევროაზიის კონტინენტს, ესე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და პირიქით არის გადაჭიმული, ამერიკებს თუ შეხედავთ, ჩრდილოეთ სამყაროს და სამხრეთ სამყაროს თითქმის არ ქონდა შეხება და ამ შემთხვევაში კლიმატური მსგავსებების გამო ღვინის გავრცელება ძალიან იოლად და ძალიან ისე და მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანი რო არ დამთრალიყო, დღემდე ვერ მოატანდა. იმდენი პრობლემა იქნება ადამიანს. ვერც ხვალ ვიქნებით მე. ვერც ხვალ ვიქნებით. ხوار გავხსნათ. სიამოვნებით. ხო დაგვეხმარებით დათო კი ბატონო, მაშინ ბატონო მოგვიყევით რა ღვინო მოგვიტანა ჩვენთან სტუდიაში და თქვენი გამოცდილება ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ 20 წლის წინ წახვალით ავსტრალიაში სწორედ მეღვინეობის განხრით. 20 წლის წინ მოხდა ჩემი წასვლა ავსტრალიაში. მქონდათ ასეთი პროგრამა ავსტრალიელებს სპეციალისტების მიზიდვა და შერჩევა, ნუ გავიარეთ. გამოცდები ჩავიყვანეს, ასე ვთქვათ, გვაზიარეს თავიანთ სისტემებს მუშაობის, რაც რადიკალურად განსხვავებული იყო ჩვენი საბჭოთა სოციალისტური სისტემებიდან. აქ ჩვენ არ უნდა გვეფიქრა და გამზადებული გადაწყვეტილება უნდა დადებულიყო მაგიდაზე ჩვენ შესრულებაც ძლივს გამოგვდიოდა სამწუხაროდ. მაშინ როდესაც იქ შემოქმედებით თვითონ უნდა ყოფილიყავი, შემოქმედების ნაყოფი თვითონ უნდა მოგეტანათ და საბოლოო გადაწყვეტილებები და სახე ყველაფრის თვითონ უნდა შეერთნა. ეს დიდი სკოლა იყო, რა თქმა უნდა. ავსტრალიაში ჩასulis უკვე 2 წლის თავზე ფაქტიურად მე უდიდეს შანსი მომეცა და განვახორციელე შანსი რომ მემუშავა იაპონია-ავსტრალიის პროექტებზეც ღვინის დარგში. გააკვირდებათ რა შუაშია იაპონია ღვინოსთან, მაგრამ ფაქტია რომ ესე იყო. ამ პროექტის ტექნოლოგიური ხელმძღვანელი ვიყავი და კიდევ 2 წელს მერე უკვე ვიწყებ მოღვაწეობას, ასე ვთქვათ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მოღვაწეობა, მაგრამ საფრანგეთის მეღვინეობაში 7 წლის განმავლობაში მომეწია უკვე იქაც დაკავება. იქ ყოფნის პერიოდში მიაკულიათ ქართულ ღვინოს? ქართულ ღვინოს არა, უფრო ქართულ ვაზს, რომელიც მე ვაქციეთ ღვინოდ. იყო ესეთი ადამიანი, რომელმაც 90-იან წლებში მოგზაურა საქართველოში, ცნობილი კომპანიის პენრო რიკარდის მთავარი მეღვინე იყო რობინ დეი, წარმოშობით ავსტრალიელი.
ამ ადამიანს რაღაც სიგიჟემდე უყვარდა რაღაც უცნაურობების აღმოჩენა. ძალიან ბევრი უცნაურობები აქვს აღმოჩენილი იტალიაში. იტალია სოფლიო მეღვინეობის რუკაზე ნომერი როგორ დევს ძალიან მყარად, მძიმედ. ამაყად. კი. და ჩექმით. და ამ დროს ჩამოდის ეს ადამიანი და ნახა გასინჯა ჩვენი ეს ქართული რამოდენიმე ჯიში და ახტოვანებული დარჩა საფერავით. ავსტრალიის კანონმდებლობამ გამომდინარე რაღაც სიახლოვე შეიტანა ავსტრალიაში უნდა გაიარონ მთელი პროცედურები. და რო ჩავიდა და მოიძია საკოლექციო ნაკვეთებში იყო თუ არა რაიმე ქართული ჯიში და დახვდა ზუსტად საფერავი, მის აღტაცებას რა თქმა უნდა ზღვარი არ ქონდა და საფერავის ისტორია შემდეგნაირია. აპატიეთ? დიახ. ბატონო. 70-იან წლებში მე-19 საუკუნეს აქ დადიოდა ფრანგი ამპელოგრაფი პუილა. დიახ. მე-19 საუკუნეა საქართველოს მდგომარეობა მოგეხსენებათ, არავითარი კონტროლი, არავითარი ისეთი პირიქით ყველაფერი ქართულის კვლელობა ხდება ხელოვნურად, სამწუხაროდ განადგურება და ამ კაცმა 37 ჯიში გაიტანა, ჩვენ დაუკითხავად ნიკიტას ბაღებში დღევანდელი ყირიმის იალტის ბოტანიკურ ბაღებში. იქ ცოტა ხანი მოასვენა, მე გადაიტანა უკვე საფრანგეთში და ეს პერიოდია, როდესაც ამერიკიდან ევროპაში შემოდის ფილოქსერა. იცით რაც არის? ეს არის მიწაში ესეთი მოფუცფუცე პატარა ჭია, რომელიც აზიანებს კი ბატონო. ჩვენს სვიტის ვინიფერას წარმოშობის ჯიშებს და ფრანგებმა ყველაფერს შემოტანეს დააბრალეს არის მოდის მაშინ რაში საქმე ის კი არ ნიადაგებს აფეთქებდნენ რომ გოით რაღაც ვიბრაციებით მოესპოთ ეს დაავადება. მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერაფერს და ბოლოს მიყვეს ხელი ამ შეტანილების მოსპობას და ვიღაც ჭკვიანმა აიღო ეს კაწითელიც ჩვენი საამაყო საფერავი და გადაიტანა ვირჯინიაში შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე. ვირჯინია მოგეხსენება ცოტა ნესტიანია, ცოტა ცხელია, ამიტომ სოკოვანი დაავადებები და სხვა დაავადებები უფრო ძალიან ისე აქტიურად გრძნობენ თავს, აქტიურები არიან, კი ბატონო. და ისე მაინც და მაინც ვერ გამოიღო ის ნაყოფი ხარისხიანის და რაოდენობრივიც ასე ვთქვათ და ამიტომ მოხდა საფერავის გადატანა კალიფორნიაში. დიახ. კალიფორნიაში მოხდა საფერავი დღევანდელი დევის უნივერსიტეტის საკოლექციო მიდრებში. სადაც მე თვითონ ჩავედი იქ ვნახე პროფესორ როჯერ ბოულტონთან ერთად დავთვალიერე ჩვენი საამაყო ჯიში და იქვე მითხრეს რომ საფერავის გადატანა უკვე ავსტრალიაში ხდება ესე სიმბოლურია რომ მიდის და მიდის იქითკენ დასავლეთისკენ წყნარი ოკეანის გავლით უკვე ჩადის ავსტრალიაში სადღაც 1953-54 წლებს. დიახ. მათ როგორც მითხრეს well after the second world war. ანუ კარგად უკვე დამთავრებული ძალიან ისე იყო დაწყნარებული. ძალიან მნიშვნელოვანია დიახ. გითხრა და პლუს მადლობა რომ მოგიხადოთ იმისთვის რომ თქვენ იმ ჯიშებს რომელზეც ახლა საუბრობდით აბრუნებთ საქართველოში. ვაბრუნებ ჯერჯერობით ერთს საფერავს და უკვე აჭრილია ასე ვთქვათ ის მასალა შენახულია ტემპერატურულ რეჟიმებში რომ დავაძინოთ ამ დორმაციის პერიოდი გავაგრძელოთ რომ მასიურებიდან ესევე იგივე ცივ რეჟიმში ჩამოვიდანთ საქართველოში ჯიღაურა საკოლექციაში ამჟამად რეანიმაციას გავთ. ამჟამად ნარკოსშია. ამჟამად ხო და ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთში სადაც ბატონო ლევან უჯმაჯურიძე თავისი ენთუზიაზმით, თავისი ქართულობით აბსოლუტურად გოჩი მიდგა ამ საკითხში და შევა ეს მასალა, მე უკვე მიიღებს საბოლოო სცენარის სახეს, ახალგაზრდა ენერგების სახეს და ალბათ ჩემი კომპანიის უახლესი ვენახი რომელიც გაკეთდება ერთ-ერთი საფერავის პატარა ნაკვეთი იქნება ეს 150 წლის წინ წასული გენეტიკურად სუფთა კლონი, რომელსაც კიდევ მინდა ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საბჭოთა კომუნისტური ხელი არ შეხებია ჩვენ და საბედნიეროდ, დიახ. რა თქმა უნდა, რაღაც ცვლილებები იქნება, იმიტომ ამდენი ხანი სხვა კლიმატებში მოგზაურა. საქართველოს დაბრუნდება თუ არა აკლიმატიზაციას გაეღება. დაბრუნებული ვარ, როგორც ყველა ქართველი, არც ჩვენი საფერავი დაკარგავდა თავის ქართულ ხასიათს. როდესაც თავის ფესში დაუბრუნდა. და კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ღვინო ცოცხალია, როგორც ჩვენ ადამიანები. როგორც მოექცევ, ისე გექცევა რა. აბსოლუტურად ესევე სამზარეულო ესეა ყველაფერი ურთიერთობა, ну რაც თუ გადაეცი შენი ეს შინაგანი ემოციური დადებითი ყველაფერი რაც გაგეჩნია ადამიანს ყველაფერი კაი გამოდის. უნდა დამუხტო შენი. შებეცადზე ვთქვა. კი ბატონო შეიძლება. სამწუხაროდ ჭიქა არა მაქვს. შენ სადღეძელ ორ ესეთი ლექსი დაუწერე რომ ქართული კაცი ღვინოა და ქართული ქალი ყურძნის მტევნები მეთქი. მართლა ესეა რა საქართველოს ღვინოში ერთიანებს საერთოდ ყველაფერს. იმიტომ რომ პირველია რაც ქართულ კაცთან ერთად დაიბადა, ქართულ ადამიანთან უფრო სწორედ. და სულ ფიქრობდი ხოლმე რამ გადაარჩინა საქართველო. როდესაც აი ეს მცირეროვანი ერი
სპარსეთს, თურქეთს, მონღოლებს გადაურჩით. იმიტომ რომ ქეიფობდით რა. ომით რა როდის გიგებენ, იცი როცა მორალურად კლავენ. ფიზიკურად კი არა, მორალურად. ესეში რომ შემოდიოდნენ, ეგონათ რომ გაგვაფუჭეს. დილაოდილა რანინა და ღვინოს ვავდით რა და ერთს ვერ მიხვდნენ კიდევ რომ ქართული კულტურის და მენტალიტეტის ეზოთერული მხარე მთლიანად ღვინოშია მოქცეული. ამას ვიძახი ზუსტად. მთლიანად ღვინოშია. თუ ეს ეზოთერული მხარე არ მოისპო, არ იქნება ქართლის მოსმენა. ვერ მოგვერიან. კი, ვერ მოგვერიან. და ვერ მოგვერებიან ვერასდროს. ქართულ ღვინოს გაუმარჯოს როგორც ქართველი ადამიანის სულის მთავარ ღერს და ხერხემალს და ღვინო გვექნება ყოველთვის სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ. იქიდან გამომდინარე რომ ბატონ ლადოს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება თქვენი აზრი ბუნებრივია საინტერესოა დღეს რა ხდება ქართული ღვინის ბაზარზე რა უნდა გააკეთოს ქართულმა ღვინომ და კომპანიებმა რომ უფრო მეტად პოპულარული გახდეს მსოფლიოში და მსოფლიოს თქვენთვის რომელი ქვეყნებია ყველაზე საინტერესო ექსპორტისთვის აი ესეც საინტერესო ცოტა ისე სიმბოლურად გეტყვით ჩვენს მდგომარეობას მე ჩვენი მდგომარეობა წარმომიდგენია დიდია ესეთი სრულყოფილი ტორნედო, მასაც ქვია 5 ბალის, სადაც ტორნედოს თვალში სიწყნარია შტილია და ჩვენ შიგნით და გარშემო ყველაფერს გვინგრევენ ასე. საოცარი შეფასება. ხო და იქნებ გადავდგათ ფეხი რაღაცამ გრევის შეჩერების მიზნით და ცოტა უფრო მიხედოთ. მე ჩემი ერის და ჩემი ქვეყნის დიდი ეგოისტი გახლავართ და მინდა ვთქვა რომ სანამდე საერთაშორისო პრესას და საერთაშორისო მეღვინეობას მის კალამს არ შემოაკლდა მასალა და სანამდე მართლა კარგად არ დაიძახა ქართულმა მეღვინეებმა იგივე ჩვენი სააგენტოს სახით იგივე ჩვენი ასოციაციის სახით რომ ჩვენ ვარსებობთ ხო და ეს კაი რაღაც თანხმედრა მოხდა ფაზების მათი ჩვენი ყველაფრის თითქმის ჩვენ არც კი უნდათ რომ არსებულიყავით ამ მასე რა ქვია სოფლიო მეღვინეობის რუკაზე ეხლა ხდება პირიქით ეხლა თუ არ ხარ საქართველოს ჩასული თუ არ ხარ ნაზიარები ტრადიციული ქართულ მეღვინეობას, რომელსაც ჩვენ ქვეშ და საწნახელს ვეძახით. თუ არ იცი, ეს ძალიან ძნელად გამოსათქმელი ქართული ღვინის სახელები და ვაზების სახელები, რომელსაც გარწმუნებთ ენასით ეხავენ და მაინც სწავლობენ. თქმის მათ კარიერაში უკვე აი მის გამო თუ არ ხარ ნაზიარები, ჩდება რაღაცა ვაკუუმი და ამ ვაკუუმის შევსებას ყველა ცდილობს. ევროპის ყველა წამყვანმა ქვეყანამ გაიტანა უკვე ქვევრი. არის რაღაც იდენტური ტექნოლოგიები ეს პანელებს დაუშვათ ეტრუსკებს ჰქონდათ. თუ წარმოვიდგენთ საქართველოს ისე და ისე ესე პარალელშია ძალიან კარგად 52 პარალელი ვარ ჩვენ ხო რომელიც გადის ჩრდილოეთ იტალიაზე, ლომბარდია ეტრურიაზე, ძველი საბერძნეთის ჩრდილოეთში ასე თქვა დღეს მაკედონიის სამხრეთში 52 პარალელი და გადის ესპანეთის რიოხას რეგიონში. ეს რეგიონები წითელი თეთრიც კი, ანუ კატალონია და რიოხას დიახ. რეგიონებში ეს რეგიონები არ შეიძლებოდა რომ არ გამხდარიყო მეღვინეობის იმდენად დიდი და ძლიერი შეხამება ბუნებრივი კლიმატური პირობების. თუ გადაინაცვლოთ ამერიკაში, ხო ამერიკა უფრო ცხელია, იქეთ დაუშვათ კალიფორნია, ნაპა, სონომა, დაუშვათ პასორობლესის, დამეკულა ისინი უფრო ნაპა 36-38 პარალელს შორის არის. სამხრეთი უფრო სადღაც 32-34 შორის არის. და მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრათ თქვენი ღვინოების სახელები რაც არის. კი ბატონო, სახელები არის მუკადო და შიო. უბრალოდ მე მინდოდა მეთქვა რომ ეს ღვინოები სადაც არის და არა მარტო ეს ქართული ღვინოები სადაც არის ნაწარმოები, იმისთან პარალელზეა ნაწარმოები, რომ აქ ხარისხზე ეჭვიდა რაიმე საერთოდ ქართულმა მეღვინეობამ რაღაც ვერ შეძლოს, ხო? ეს იქნება არა ქართული მეღვინეობის და ქართული ჯიშების სიცხვილი, რომელიც დაუშვათ ჩვენ შემოგვჩვენა, ჩვენი დღევანდელების სიცხვილი იქნება. ჩვენ უნდა შევსდგეთ და უკვე ვდგებით, მე მგონი. რამდენად სასიხარულოა ჩემთვის, როდესაც ღვინოს წარმოებელი ზის ჩვენთან ერთად და ზუსტად იცის რა საწარმოებს. ძალიან ბევრი ადამიანი აწარმოებს ღვინოს როგორც პროდუქტს. მე აქ დავინახე, მე მგონია რომ შოთა რუსთაველმა საფერავი დაწერა ვეფხვის ტყავსა. რაც ეხება ბრენდები ახლა მუკადო ცოტა ისე წავიოგო ისე ცოტა მუკუზანი და ლადო დავაკავშირე ერთმანეთთან. და შიოს აქვს ძალიან ლამაზი ისტორია. აბა მოგვიყევით. ისე ეროვნულში დავტრიალდით, ეს არის ჩემი მეგობრის მიერ, ისტორიკოსის მიერ ნაჩუქარი ბრენდი, ასე ვთქვათ, მან გამომიკვლია ეს ისტორია და მაჩუკა ბრენდი. 1756 წელი იყო, როდესაც ჭარბელაქანის ლეკების არმია იყო შემოსული კახეთში. და
ალყა ქონდა შემოტნული ყვარლის ციხეზე. ყვარლის ციხის დაცემა ნიშნავდა კახეთის განადგურებას და ერეკლემ მოიფიქრა ეგეთი რაღაც, რომ შეექმნა 200 კაციანი თავზე ხელაღებულთა ესეთი რაღაც რაზმი, რომელსაც ალყა უნდა გაეხსნა, შეეტანათ საკვები და იარაღი. ციხეში გაემაგრებიათ ციხე, თვითონ გამოსულიყვნენ და მე ერეკლე უნდა წასულიყო თავისი არმიით და ერწყა მათი ქალაქების სოფლების და ესე უნდა გაეტყობებიათ, რომ სუსტები ვიყავით მაშინ. როგორც ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვასაც. როგორც დავეთახო 200 როგორი ნიშნავობილია 200 დიდგორზე რაღაც ისეთი გამეორება მოხდა, ესეთ თავგანწირული მანევრი გაკეთა ქართველების მიერ. იყო ორი ძმა მუკუზნიდან, აი ზონიდან, სადაც ეს საუკეთესო ვენახებია ქართული სიამაყის. მახარე და შიო. და ეს ორი ძმა ლეგენდარული ძალიან ლამაზი სიკვდილით მოკვდა აი ამ 200 კაცს შორის იმ ალყის შეეწირა აი ამ ოპერაციას ასე ვთქვათ. მათ ყავდათ და მარიტა. მარიტა ყოფილა ძალიან სერიოზულად განათლებული მუსიკალურად ჩემო ბატონო. და ეს არის ის მარიტა, რომელმაც თავის ძმებს მიუძღვნა ჩვენი ულამაზესი სიმღერა გაფრინდი შავმერცხალო. საინტერესო ისტორია. აი ეს სურპრიზია ეს მე მინდა არ შემიძლია რომ ეს ჩვენი ეს ბლოკი არ დამთავრდეს ადღიძელოთ, იმიტომ რომ თვითონ სიტყვა დღეგრძელობაში დევს ღვინის არსი. კი. დღეგრძელი თვითონაც დღეგრძელი გამოდგა ჩვენი ღვინო და როგორც საქართველოს ესევე დღეგრძელია ჩვენი ღვინო. დიდი მადლობა თქვენი სტუმრობისთვის. მე მართლა გამიხარდა ძალიან ბევრი სტუმარი ყოლია. მართლა გამიხარდა დავინახე ქართული კაცი, რომელიც მართლა იმსახურება იმ იდუმალებას, რასაც ქართული ღვინო ქვია. ნასო შედგეს საქართველოს როგორც ღვინოში დანარჩენ ყველაფერში ასევე. დიდი მადლობა. ამინ. მადლობა თქვენ. დაუბრუნდებით, სულ რამდენიმე წუთში დაგველოდეთ.